ეს დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე ვილნიუსში ვიყავი წასული, 2013 წლის ბოლო იყო. და მაშინ ჩემს სახლს ვარემონტებდი, რომ ოჯახი გადმომეყვანა ვილნიუსიდან. და დამირეკეს, რომ სანდრა როლოსი თავის ნათესავებთან ერთად შევარდა ჩემს სახლში, მარანი გამიხსნა და ქვევრები გამიხსნეს და ის ნებართვის გარეშე როგორც უნდა ისე იქცეოდნენ. რაზეც მე ვინერვული, იმიტომ რა უფლება ჰქონდა ჩემს სახლში შესვლა, ნებართვის გარეშე მარნის გახსნა. ახალწლის წინადღეს კიდე ამერიკა კეზერაშვილმა შეხვედრა მოვიდა ჩვენ თქვენთანავ. მე ახალწლის შემდეგ არჩევნები იყო გაგრას 4 რიცხვში, საპრეზიდენტო არჩევნები და მე ჩამოვედი და 3 რიცხვში კეზერაშვილი დაცვასთან ერთად და გიაბულაძეს არქიტექტორს დაუძახე, რომ მოდი მეთქე რაღაც ჩემს სახლის თემაზე უნდა ლაპარაკი და მაშინ კეზერაშვილმა დაგვიფიქსირა. ეხლა ესე სახლში შევარდა სანდრა ცოტა გაუგებარია და რო აღწეროთ რა მსმენელისთვის სახლი სად არის, აი რატო სახლი დღევანდელი რეზიდენციის წინ პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით და ამიტომაც უცებ გადავიდა და რომელი წელი ეგა 2013 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვი რომელი რეზიდენცია ეხლა ყოფილი რეზიდენცია ყოფილი რომელიც სააკაშვილმა აიგო კი ბატონო იქ იყო თქვენი სახლი წინ მე სახლს ვარემონტებდი და ოჯახი უნდა გადმოვეყვანა 2004 წელს და სანდრა გულისხმობთ მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს? მიხეილ სააკაშვილის მეუღლეთ ჰოლანდიდან ჩამოვიდნენ მისი ნათესაობა და მოინდომა ალბათ რა იცი და სახლი დაკეტილი არ ქონდათ? დაკეტილი მქონდა, მაგრამ შევიდნენ გააღეს. დაცვამ გააღო ალბათ? კი. გასაგებია. შემდეგ მე რო ჩამოვედი კეზერაშვილმა დაგვიფიქსირა, რომ ისა ტრატილის დატვირთული კამაზი რო შეეჯახოს კლდეზე, რა მოხდება ამ სახლში და მე ვთქვა რა მოხდება, მთელი ქალაქი აიწევა ხაში მაგ 10 ტონიანი დატვირთული ტრატილით კამაზი მე მგონი საკმარისი ხო ჩვენი ქალაქის ტრატილი დატვირთული კამაზი რო შეეჯახოს კლდეზე ამ სახლში რა მოხდება, გიაბულაძეც ესრებოდა არქიტექტორი ამ ჩვენ ლაპარაკს. მე ვთქვი აქ ეს სახლი საღარ იქნება და საერთოდ გარშემო ყველაფერი იმას გიზდა. მე კი ვთქვი რა ქვეყანის საშემნელო გინდათ მეთქი რომ ტრატილი დატვირთულმა კამაზე მოიაროს ქალაქში მეთქი. ეს უფრო დაუფიქსირე და აღარ გვინ არაფერი წავიდე. შემდეგ მე დამირეკა ადმინისტრაციის უფროსი იყო რომ შეხვედრა მოთხოვეს და მე დავთანხმდი უკვე ისე წავიდა საქმე რომ მეთქი კი კაი სახლი ბატონო ბოდიშვილი საზოგადოებამ რომ იმას თანამდებობად რომ მიყვეთ რომ დრო დავზოგოთ მაგ დროს კეზერაშვილი რა თანამდებობას იკავებდა თქვენ რო შეხვდეთ მაშინ ჯერ თანამდებობას არაფერს არ იკავებდა იმიტომ რომ ჯერ ხელისუფლებაში მოსულები არ იყვნენ ეს იყო 2013 წლის ბოლო 2013 წლის 3 იანვარი იყო 2004 წლის არჩევნების წინადღე იყო ანუ ვარდების რევოლუცია მომხდარია და საპრეზიდენტო არჩევნები მეორე დღეს არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა მეორე დღეს არის 4 იანვარს არის არჩევნები ამიტომ არაფერი თანამდებობა არ ქონდა ჯერ არ ქონდა კეზერაშვილის თანამდებობა მაგრამ რა სტატუსით ესაუბრებოდით თქვენ მას როგორც წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის